ბავშვებო, ხიდან მკვდარი ჩიტი ჩამოვარდა. აუ, შევწვათ და ვიქეიფებთ. რა უნდა შეწვა შენ გიჟი ხო არა ხარ? სუნთქავს კიდე. და ექიმს რომ დაურეკოთ, შეიძლება ოპერაცია იყოს საჭირო. არ უნდა ეგლიზი, ექიმი ნემს დაარჭობს. იქით წავიყვანოთ და სიცბოში მოაკითხავს დედამისი. აუ, მომი რა, მეწამოვიყვან, მომი. აჰა, გამომართვი. აუ, შვიდწლიანი ხელი მომკიდა. ხო და მაგას ვემხრობი ინგამეც, რომ ლიზი, რა საკეთებთ მათ თქვენ? თინიკო დეიდა, ხიდან ჩამოვარდა ბარტყი და უნდა უშველოთ. მაშვენ ერთი რა ბარტყი. დედა, არწივის არ იყოს შვილო, რამე შარში არ გაეხვეთ. ვიმე რა არწივი თინიკო. ომარიკო, გარდაიცვალა ის ბარტყი ეზოში რო იპოვეთ? არა, გადარჩა. დედამისმა წაიყვანაო, ასე თქვეს. კი, დედამისმა წაიყვანა. ზეცაში. ანასტასია, რამდენი ხანია ისე? თიკო აღარ ყოფილა ჩვენთან და. ხო არ იჩხუბეთ? თიკო დედამის ცეხი პიშო და ეხა სოფელშია ერთი კვირით. ოი, ძალიან კარგი. გაუთვალისწინებია ჩემი რჩევა. სოფელში გაგზავნაზე. კარტოფილი გაქშენ გასათელი ქალბატონო არ დაგავიწყდეს. აუ, მესამე სართულის ვასო მეძახის ეზოში ჩავალ. ერთი ჩინჩოხვალ მან და მეორე მეგავთლი კარტოფილს. რა თქვი ქალბატონო? დედა როგორ ახარ? რა ხდება სოფელში? ხო, რა ვიცი ჩვენც ვარ. ეხა რატო გირეკავ? აუ, სკოლაში სიარული აღარ მინდა რა. და რატო ვითომ? რა მოხდა ეგეთი? ეხლა რო გვაქვს ზეიმი, ორ კვირაში ხის როლი მომცა მასწავლებელმა. უნდა იდგე მარტოვო. აუ, ძალიან მაგარი მასწავლებელი გიყავს შენ. საახალწლოდ ბალახის როლი მოგცა, ეხლა ხის. ვიზრდებით. როგორ კაცო, ერთი ლექსიც არ მოგცა ზეიმისთვის? არაფერი არ უნდა თქვა, ხეები არ ლაპარაკობენო. მე ვლაპარაკობ სამაგიეროდ. მომიტანებით იქ ნომრების წიგნი რომ მიდევს, მანდ მიწერია მაქალბატონის ნომერი. რა თავხედობაა ხედავ? აჰა, გამომართვი. სად არის ერთის ნომერი, ხო? აი. რატომ მასწავლებელო გამარჯობათ? ინგა ვარ მე, ომარიკოს მშობელი. ესე იგი ისეთი გულდაწყვეტილი და გაუბედურებულია ბავშვი, რომ სკოლაში აღარ მინდა სიარულიო გამომიცხადა და რა საქციელია ეს, რაც მე თქვენზე მაქვს. პატივი ნაცემი, როგორ ერთი ლექს არ იმსახურებდა ჩემი ბავშვი, რომ მიკეცათ ზეიმისთვის, მაგრამ სანამ თქვენაირი მასწავლებლები არიან სკოლაში, მანამ არ გვეშველება ჩვენ არაფერი. გცხვენოდეთ. აი. რა იყო რა სახე გაქვს? სხვაგან მოვხვდი. თეკლა გურგენიძის ბებია გარდაეცვალა. შატალოს მაგირად სამძიმარზე მივდივართ კლასში. ოი, საწყალი ქალი რა საამბობ, აცხონოს ღმერთმა. რითი მოკვდა? ამბობენ გულითო და ისი ასაკში კი იყო უკვე. უეჭველი თავი დაიბრიდა მაგალ. აუ, შენ რეებს სიტყვი ხოლმე რა. რატო უნდა მოეკლა თავი 91 წლის ქალს? მე რა ვიცი. თეკლა გურგენიძე რომ მიჯდეს სახში აღარც მე აღარ მიქნებოდეს ცოცხლის სურვილი. ანასტასია ცოდვას ნოიკიდებს ზურგზე. არც ისე გაგლია. და წადეთ კიდე იმ სამძიმარზე თუ მიდიხართ ბარემ. თიკო, არ გამაცინოიხეთ რომ სულსგებიცები მოგკლავ. თეკლა, ვიზიარებ თქვენი ოჯახის მწუხარებას. ძალიან სამწუხაროა და ვიზიარებთ. მადლობა ძალიან დიდი. ექიმა თქვა რომ წამიერი სიკვდილით გარდაიცვალა და ტკივილი ვერ იგრძნო. აი როგორც იტყვიან ბედნიერი სიკვდილითო. ბაზარი არ არის, იმენა ბედნიერია ბებია შენი. შენ გარო დაისვენებს. აუ, თიკო, ძალიან მაგარი მკითხავი გავჩნდა და დღეს უნდა წავიდეთ უეჭველი. აუ, ღადაობ, ხო? მეც კი მაქვს ისე რაღაცა კითხვები და წამოვალ უეჭველი. ესე იგი მოგცლიათ რა. კითხავების რომ რამე დაიჯერებოდეს, წესით ახლა ბედნიერი ქალი უნდა ვიყო მე. არა, აბა ბედნიერება. იმენა არ უსმინო ინგას. თორე აურა გაგიშოვდება. მოდი ძევაჩკი, მოდი. აბა რომელი იქნება პირველი? პირველი მე ვიქნები. მომდევნო ერთი წელი მინდა დეტალებში.
Kayf Sopanetna maita xeli. Ვიღაცა დაქტრიალებს ძალიან ცუდად. გასოზე და თ. გთ. გურგენიძე თეკლა. ვაიმე, ტიპი ყველგანა. ხუთა ყველგან როა იმენა არ უწერია გაიდღე. აი. ამდენი მესიჯებია კლასის ჩატში რა ხდა. რა? თეკლა გურგენიძეს დაარტყა მანქანა ახმეტელის მეტროსთან. რა თქვი? აუ, ძალიან მაგრა იმკითხავით ქალბატონო. ხო დავაი აბა თქვენიცით ეხლა. ვაიმე დავიღუპეთ ამო მე მგონი, ჰა? მე ჯვარი გწერია ოღონდ რამ დაგღუპა. დამირეკა რამაზე ჩვენმა უფროსმა და უნდა იმუშაო შაბათ-კვირასაცო. მე უნდა გითქვა ინგა რომ ძალიან დიდი ბოდიში ბატონო რამაზ, მაგრამ ოჯახი მაქვს, შვილები მყავს. რა ვიცი ისე დავიბენი რომ თანხმობა აღმოხდა მარტო პირიდან რა. Здрасте, дайте мне 2 хлеба, пожалуйста. Деда, am русема хоть и не шечамес киде, ра. Мы не обслуживаем русских. Что? Я жена Рамаза и основатель этого магазина. Вы об этом не знаете? Вайми, это Рамазის სული არის, Людмила. რა? ვაიმე დარჩემო შეყარე. არა, მარიკო აღარ იქნება ნუგეშინია. დაწექი და დაიძინე ახლა შენ. ინგა, ვაიმე როგორ შემეშენდა, თან 20 გრამს ვაკეთებდი და ვიგორავე კუხნაში. დედა რას ამბობ, ლია, რა დაგმართნია ეგ? გაგიფუჭდებოდა ახლა ის კრემიც, ჰა? არა, რო ვგორაობდი ეს მოძრაობაში ძალიან კარგი გამოვიდა. შენ რა გითხარი რა, ჩვენც ვიძინებდით და რო შევხედე მარიკოს ოთახში, მატრასის ქვეშ იყო ბავშვი მოყოლილი. აუ, თიკო ძალიან მაგრა შეექნებდი ახლა თეკლა გურგენიძეს, თავისავარიულ კორპუსში. კი შეგვეშინდა და იმედია რომ აღარ გაიმეორებს. წყალს დავლიევ. მიდი კი. მე ლია როგორ ახარ? როგორ ახარ? ინგა ჭიქა გატყდა მე მგონი. ინგა რა შვებითება? როგორ ახარ სახში? რა ვიცი, თამობა რა გვიჭირს. ისე დღეს კი მინდოდა ცოტა ადრე წავსულიყავი სამსახურიდან. დედა ჩემი ჩამოდის სოფლიდან და მეთქი სახში დავხვდებოდი. უიმე გოგო, წადი მე რა პრობლემა არის? უკაცრავად ეს კამპეტი რომ მიწონოთ 3 ლარის. კი ბატონო. უი, ძალიან კარგი კამფეტი არის ეს. გიждებიან ჩემებიც. უი, 80-ის არის, იყვეს თუ ამოვაკლო? არა, ამოაკელით. მე ჩემი დიაბეტი კიდე დამთილი ჭამს ხოლმე და არ შეიძლება მაგისთვის. ო, კარგით. აინებეთ. მადლობა. არაფერს. მოვედი. დედა, ჩამოხვედი უკვე შენ. კი გამოვიქეცი მე სამსახურიდან და. არა ბიჭოს მოსკოვს დავეკითხებოდი. Ari kითხავ რა ჩამოუტანა ბავს. ბეტმენის სათამაშოა. მე კიდე სპაიდერმენიც მინდოდა. დიდი ამბავი ახლა მარიკო რა. შენზეც მიხარო გოგო მეყოლება მეთქი, მაგრამ ბიჭი გამოდექი. გოგო ნახат გინდა და ინგო ხო ყამსაგენა. ხოდა ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს, ვინც ახლა ამოგზალებულ სუფრაზებს ხიტვართ. მე, შენ, თეკლა, რამაზიძია და კოტეძია. აუ, საოცარი სატრეკცელოებიც ხომ შენ თავს პიცაო, არცრემლი მომატიკება ხოლმე. ოდა თქვენ გენაცვალეთ გოგოებო, მარტო რო არ დაგტოვეთ და გვერდში რა მოგვიდექით დასალევად. გვერდში დგომა ეხლა ნახეთ თქვენ, ორი ნაბიჯის აპლიკაციითმა გამოძახებული ძეხვები დასუსტები მისაყოლებლად. აქციაში იყო წეღან ინგა სავაცალი ბარათი. დაგროვილი ფულები დაუხარჯე და რო გამოვწერე მე კიდე დავაგროვე. ვანა, ანჯელით. ჩვენ მეზობელ გოგოებს გავუმარჯოს, რომლებიც ესე ღირსეულად ეკცევიან თავის მეზობლებს, აფასებენ. მე დედას გებიცე ბიჭო, დედას გებიცე, მე ვფიქრობდი რომ ეს ჩვენიდან ატოვარი ვიღაცამ ხო უნდა გააგრძელოს მეთქი და ამათი ნაცვალოთ ჩემი თავი ამ გოგოებს გავუმარჯოთ, ვსიგ დავმესწე. ეუდედა. ო, ეს უკვე აღარ მისიამო, რუსულ ლაპარაკი არ იყოს ძალიან, თუ თქვენ გინდა სიტუაცია აირიოს. ო, მე მაპატიეთ. ბიჭი, მოიცი აქეთ. გისმით,
ანასტასია არ ახსატოსვაო, დედას ვეწყვი. ომარიკო სანამ დედას ეთქვი, მიდი აგერ კურიერი მოვიდა, გამოარქვის სოსები და ძეხვები და მოგვიტანე. გეფიცები ვერასოდი შენ მე რო ნახავ დერდიანსა. გამარჯობა, ხმაურზე გვიფიქსირდება საჩივარი თქვენი მეზობლებისგან. შეწუხდნენ და უნდა დაიშალოთ ან ჯარიმას დაგიწერთ. აუ ზოგი მეზობელი რა მაგარი ნაკლია პროსტა. კარგი დავიშლებით ბატონო პოლიციელო. დიახ, დაიშალნენ. მადლობა პოლიციის ეკიპაჟს. ხო, ეხა მეორე რაც მინდოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოგზავნეთ ერთი. დაჭირდება ერთ ახალგაზრდა გოგონას. ჩემთან სახლში, დიახ. ჩაიწერეთ მისამართი. მრავლობით დაბეჭდილებები ექნება და დალურჯებები. დიახ. დედა რამ ხელა გადასახადებია მოსული, 160 ლარი. მისამით ამბობ უკვე მაგას, მერე გავაკითო. რა და გამოაძრა ეგ ტელეფონი როტენი. ჯე მოვიდი და სკუთარი დოკარებში. წყლის გადასახადია 10 ლარი. დედა 10 ლარის წყალი როგორ დავხარჯეთ, კაცო? როგორ და ომარიკო რო გამოდიწვევდნენ, იმას ერთი ჩარე სხვა არ ყოფნის. 4 ჯერ უნდა ჩარეცხო. მინიმუმ. აუ, ჩემ ჩარა გინდათ. რა გვინდა და 10 ლარი გაქვს დასადები. გაზეთ გადასახადი 90 ლარი რატომ მოვიდა? თელი თვე გათბობა არ ჩაგვიდავს და ადიელებით დავდივართ სახში. ჩემო თახში ჩავხტავ ხოლმე ცოტა ხანი გათბობას ახლა. სიცილეში კი ვერ ვიცინებ. კი, ნაკავშიც ფულს ვიხდით? ვიხდით კი, 3 ლარს. ისევ არ ეხა გამწარებული საერთოდ არ გადავყრე იმ ნაკავს და ეგ იქნება. ვაიმე, ომარიკო საწოლის ქვეშ რო გავაკეთებინე სათავსო. მან რო ჩავაწყო ნაგავი რა უჭირს ნეტა. აუ, ტელეფონი დამიჯდა პროსტა. კი, გაკვეთილები მაქვს სასწაული. ვაიმე, შუქი არა ანდოთ, ეხა ჭკუიდან არ შევიშალო. ანასტასია, მოდი კვერცხი დავაჭიდოთ. ხო იცი რომ მაგარი კვერცხი მაქვს, გაგიტეხავ კიდე. ხო, თქვენ დალეწეთ კვერცხები, რა გენაღლებათ. აღდგომა დაბარა უნდა ქნა, ვინც ვეღარ ეხავს კიწევს საფლავში. სულ თუ დალეწე კატეხილი კვერცხები მიმიტანია მაშინ ბაბუაშებთან საფლავზე. კაცი აკადემიკოსი იყო. ჯე მეშვიდე კვერცხი გამიტეხა უკვე. მერე გამოეცალე ბიჭო, რა ნერვებს შლი ვერ გავიგე. მოდი აბა ანასტასია ერთი დავაჭიდოთ. ვაიმე, მე ისეთი ორი კვერცხი მაქვს. რა ვთქვი ახლა ეს? გაგიტიხე, 1-0 ინგა. დედა რანერად გამიტეხე, გოგო, 1 საათი ვიკაკუნე კბილებზე ნორმალური აბარჩიო მეთქი. ვაიმე, პლომბი თუ ჩამომძრა ახლა. აუ, ჯე ხა ჭოპური არ უნდა გამოაცხო, მშია. რა ვიცი, ყველი კი არ არის საკმარისი. გამოვაცხობ ხო ხაჭაპურს, მაგრამ კარტოფილს შავდებ შიგნით. ეგ ხაჭაპური აღარ არის, ტყუილია. ხო და ჭამე მოტყუებულმა მე რა ვქნა ახლა. მოდი აბა დამეჭიდე, მე მგონი ეს მეორე კვერცხი კარგია. კიდე გაგიტეხე, იმინე უძლიერესი ვარ. მაჩვენე ერთი და კვერცხია რა. რატო არ გატყდა ანასტასია? ჯე, რამხელა მაღაზიაში მოვედით. სიაც დიდია, რა წაიღებს ამ სახლში მე არ ვიცი. გამარჯობა ქალბატონო, ჩვენი ძეხურით ხომ არ დაინტერესდებოდით? დეგუსტაცია შეგიძლიათ გასინჯოთ. ხო, პოპულარული რომელია ეს ბუზი რომელს მიირთმევს, სერველად თუ ახოტნიჩს. ვერ ახართ თქვენ რა. ვიტუվել, რა ბრენდია. ვაიმე, რა ბუზი ძაღა ჩემო მეუღლემ გასინჯა ეს თქვენი ძეხვეული. ვაიმე, თამაზი, საწავიდა. შენ არ მომიკვდი ერთ დღესა. ყურადღება, კარაკების სექციაში მამაკაც გულიაერია. გთხოვთ მოერიდოთ ტერიტორიას და სუფთავებამდე. ვაიმე, თამაზი. ჯე, აი მოგიტანე ზეთი რო გინდოდა. აი ბიჭი ხარო მარიკო, რა დაგვრჩა? კარაკი, ამას სხვაგან ვიყიდი, ლუდი. ვაიმე, რა ლუდი კაცო, ვინ ჩამიწერა ეს აქ? ვაიმე, ანასტასია უნდა ვიტრო კოჩილ სახში რომ მივალ. ჯე, საპონი დაგჭა საყიდელი, მოვიტანო? ვაიმე, კარგი გამახსენო მარიკო, ხო იცი რომელიც უნდა იყიდო? 72 როაც. ხო, ეგ. უკაცრავად ბოლო თქვენ ხართ რიგში. ნუ თუ ვერ ხვდებით, ქალბატონო, რო არავინ არ ადგას. უნც რა მითქვან რა. ჯე, მოვიტანე, საპონი 72 ცალი. ვაიმე, 72%-იანი, 72 ცალი კი არა. წადი ხა დააბრუნე.
კეცდებს მოვახცი ანასტასია მოდი მომეხმარე რა დამდი რაღაცას რატო ატარებ ზოგი ომარიკოს წამოიღო ვაიმე ომარიკო ჯე ძველი ფოტოები ვიპოვე ვაიმე ომარიკო ძველი ალბომის ფოტოები და დავიწყებული მქონდა ესე მე მოსაგრა ანასტასია ნახე რა ტიპი იყავი პატარაობაში აუ ძალიან მაგარი ჯემპრიმაცვია ჯაუ ბორჯომი 2010 წელი აუ როდინდელია ხო აი მზიარებოსთან სოფელში ნახეთ როგორი ძროხები გვყავდა აუ ეგ ძროხები მახსოვს იმინე მაგარ შვებოდნენ ეზოში ყოველდღე ხვენი მქონდა ბასანოჩკები კი ამ ფოტოში რატო ვტირი მაჩვენეაბა რაიმე ომარიკო აქ ვარ ზოოპარკში სირაქლემამ წაგართვა ნაყინი და მთელი ზოოპარკი შენ გაწნალებდა ანუ ბევრი არაფერი შეცვლილა გუში ნაყინი შევუჭამე და ისწრემლები ჯერაც არ შეშრობია რაც იტირა აუ აპარატო შემიჭამე ჩემი მარწყვის ნაყინი კი შეხედი ანასტასია ჩახტილია მაჩვენე ტიტვალი რო დარბოდა ხოლმე სოფელში მაჩვენე უი გაიხა სამწუხარო რომ ვეღარ ვნახავთ ნავის ბუნკერში აღმოჩნდება თეკლაგურგენიძებს ეღარო სურათი დავხიე ბავშვობის ეგ გამომიგზავნა ტიტვალი რო ვარ ქალბატონო ჩემი აგენტურა მუშაობს შენ მას 5 დოლარი გადავუხდი მაგ ფოტოში ტიტლი კანარო ხარ აუ ბრუსტა ვაიმე სკროსვორდი გამაკეთებინეთ რა გავიჭედე კაცო აუ ძალიან მაგრამ მივაცება კროსვორდები მიდი აბა გამოუშვი ადამიანის ნაწილი ყლასოზე რამას არ შეძერდნენ ყანყრეტო არა ეგ არ ჭდება დედა ყრიმალები აჰა ჩაჯდა ეხლა შემდეგი ნამცხვარი ზლასოზე კი ნამცხვარი უნდა გამოაცხო რა ნამცხვარი ომარიკო კროსვორდს ვავსებ ზებრა აჰა ჩაჯდა მაგრამ ეხლა კაცის სახელი უზანგი გამომივიდა მან ეხება ერთი ორი გავაკეთო ინ გაჭერის ქალაქში ქობუდეთი რატო გიწედია იმიტომ რომ გვერდზე კითხვაზე მან დუნდა კაცო პირველ ასოში დუბლიონკა ზამთრის ჩასაცმელი მანახე ხორის საჭმელი კატო იქნება მან სკოლაში ვისწავლეთ ვასაღოლო მარიკო მაგრამ მან დინგას ნუწერია ეგრე ნატო გამოდის აი მე აღარ მინდა რა მე თვითონ გავაკეთებ ჟურნალისტი გრიგოლია ვინ არის კაცო ჟურნალისტი გრიგოლია ინგა გრიგოლია ზებრა სამოაცალეს თვალი რათა გადაეხადა ვალი ეხლა თქვენ 3-4 ვაი მიმღერით რა ბავშვი ბრაღა გახდა აუ გვეცოდება მას ო კაი კაცო რა გიწოდებათ მეორე თვალი ხო დარჩა რა ეგ იმიტომ დარჩა რომ ლომმა შეიწყალა ვაი მე ბავშვი სიმღერას ხო ვერ შევცვლით არა საერთოდ ზეიმი გავაუქმოთ ჯობია ვინ თქვა ეს თედო იყო მას თედო მომბრძანდი აქ აი შინურიანი ხელზე თედო დორბლით მოიშორი მას გეორგი ძმებს წევს ეხლა მეც მოვდა დაგიმატებ აბა გადაშალეთ დავალების რეულები ჩამოვივლი შევამოწმებ აუ დავალება რა გქონდა პეტროვენზე გქონდა მოსაძიებელი ძალიან კარგი გოგო ხარ აბა ომარიკო შენი დავალება არ მიწერია მას მომიცი ხელი აი შენ ზორიანი ხელზე ტუტუციეს მოხვედი ომარიკო რა ნიშნები მიიღე აბა დღეს არაფერი მიმიღია მოდი აბა ხელი მაჩვენე ხო არის დღუები ხო გითხარი ომარიკო მიდი რა კვერცხი შემიწვი რა კვერცხი შეგიწვას გოგო ხანძარი მინდა ეხლა სახლში ძლივს უბორკა გავაკეთე ადექი და შეიწვი არცალია ეროვნულზე ვამატებ უნივერსიტეტებს და ფაკულტეტებს ხო გინდა რომ სტუდენტი შვილი გყავდეს მინდა კი არა უნდა მყავდეს რეები ჩაწერე აბა ერთი მითხარი რამე დებილობებს ჩაწერდა რავი პირველი ათე ჩავწერი მე რაღაცები მიწერია კიდე ნეტარა მიგრანტი არ გაღებინა ანასტასია ამ ხელაფულები რო არ ვიხადოთ
ვეცდები რომ ავიღო, მაგრამ სექტემბრიდან მე თუნ ვიმუშავებ და გადავიხდი. ზოგჯერ ისეთ რაღაცა სიტყვი ხოლმე გულში იმედი გაუჩნდება ადამიანს რა. გულში იმედი არ ვიცი, მაგრამ როგორც თუ არ შემიძლია კუჩი რო წყლული გამიჩნდება ნამდვილად ვიცი. დამაცადე ხო? მისმინე, ეგალთა სად არის შორია აქედან? საბურთალოზეა ეგ, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ამას უყურე ერთი. შენ რა იციო, მარიკო? მე ბევრი რამე ვიცი. აი მაგალითად ის რომ სალონში დაგვაგვიანდა. დედა გველოდება, მარიკო, შენი პარიკმახერი. წავედით. აუ სანამ წახოთ კვერცხი შემიწვით რა. ბიჭო, 10 ვაშლი ქონდა, ანას 10 ვაშლი. როგორ გიჭირს, მარიკო, ეს მათემატიკა რა უბედურებაა, კაცო. აჰა, წვიმაც დაიწყო უკვე. ხო, მათემატიკა ძალიან მიჭირს. სულ არ დავწეროთ. აბა დაჯექი ახლა მანდ. დედო, რა თხელი გაქვს, მარიკო, რა არის ეს? 48 გვერდიანი იყო ეს, მაგრამ რო ვხევთ ხოლმე 14-ია მარო დარჩენილი. აჰა, ეგეც აყიდელი გამიხდა ესე იგი. რა ვწერთ აბა გამახსენე? რასდა ანის ქონდა 7 ვაშლი. 7 კი არა, 10 ვაშლი ქონდა, ბიჭო, 10 ვაშლი. აი მე დამებნელდა თვალებში. ანასტასია მოდი ცოტა ხანი დააწერინე რა. აბა მოვიდა პროფესიონალი, რა უნდა დავწეროთ? აი ეს ანას აქვს 10 ვაშლი, სოფიკოს კი 80. რატომ? აჰა, გასაგებია. ლოგიკა უნდა მაგას უეჭველი. დაწერი, სოფიკო გორელია. გორელია. კაი, ახლა ეს. გიორგის 12 რვეული აქვს. რამდენჯერ მეტი რვეული აქვს ლაშას, თუ მას 48 რვეული აქვს. რანაირად წერია? კი, ნამდვილად ცუდად წერია, შემდეგი. აუ თიკური ყავს. ინგა მოდი რა ჩამენაცვლე. ამას ოღონდ ტელეფონი არ გააგდებინო ხელიდან. წაიკითხე მიდი რა არის შემდეგი. გელამ 50 ვაშლის ხე დარგო. დიმიტრიმ მასზე 20-ით მეტი, ხოლო ვაჟამ ორივეზე 10-ით მეტი. სულ რამდენი ვაშლის ხე დაურგავთ? მათ ჩვენ ერთი. დედა, გორელები ხო არ არიან, კაცო, ესენი? სიგარეტი მინეთები უნდა დავანებო. რა იყო ოლბაში გიყვითლდება? არა, просто ამბულატორი ზახველება დამაწყებინა. და ინგას ვეთქვი გაციებული ვარ მეთქი. ერთი თვე ხოლების სწავლებს სუტყუილა. მე კიდე მგონია რომ სიგარეტს რომ დავანებო, თავი მაგარი გოიმი გავხდები. ეგ უფრო სიგოიმია სიგარეტს რო ეწევი მაგარი ტიპობის გამო. სიგარეტი კაი ტიპად ვერ გაქცევს. აუ მე მგონი დედა ჩემი ხვდება უკვე რაღაცას, მაგრამ ვერაფერს ვერ ამბობს, იმიტომ რომ თვითონაც ეწევა და მამა ჩემს უმალავს. მოიცანო შეწყვალო და დედა შენის მალავს. მამაშიც იქნება უეჭველი რაღაცა დამალული. ხო, ეს სიგარეტის ყოლობი მამა ჩემთან ვიპოვე. ოღონდ დედა ჩემაც ერთის მამა ჩემი რა ეწევა. თიკო ვაფშე იცნობთ ოჯახში ერთმანეთს? გოგოებო ერთი ღერი ხوار გექნებათ შემთხვევით. კი, ქალბატონო, ინებით. თეკლა მოუკიდე რა. არაფერს. აუ, საიდანღაც მიცნო ის ქალი. ვერაფერს ვერ მიხვდნენ, სიგარეტს ეწეოდა კი. აჰა, გასაგებია. ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში სოფა შეგაწუხე ასეთ საქმეზე. არა გოგო, კაი ერთი რა შემაწუხე, პირიქით მადლი იყო ხა ჩემზე ეს სიგარეტი. არა განერვიულებული ვარ და. არა თიკო ვერ გამოვალ დღეს ინგას ვეხმარები. არ გავდივარ არსად. ვაშო ვიღაცა მთვრალი კაცები გვეძახიან. ბავშვებო მოდი ერთ წუთი აქეთ გეგენაცვალეთ. უშაგი ეგ ჩიკა ბოლობდე. ვაშო შენი მიდი. გამარჯობა. ბავშვებო თქვენ გენაცვალოთ, გელაცია. ოფშუის ბავშვები არიან ესენი. მაღაზიაში გაგზავნოთ თუ გინდათ პირდაპირ გვითხარით. უშაგი ნახეთ ბები არიან. მაღაზიაში გაგვეგზავნოთ, ოდკა შემოგვაგდა. ოდკა რა არის? ოდკა არის ბიჭო რა არის ამხელა კაცმა? უნდა მოდი აქ გაგვისინჯე იღლა. არ შეიძლება ეგ ჩემთვის. ერთი ჩიკა ახლა არაფერს არ გისაუბრებს. ხო აგერ ეს ბიჭი დადევს, ოღონდ შვილი წვიდა ხელი გამოიღე თუ შეიძლება რა. მე დამილევია აქამდეც. აჰა, გამოცდელი მსმელის გოლია. ორი ბიცაკეთებს ეს კაცი.
ყველი გამიცხედა. რა მაგარია. ნახე კაცები შოვენ ბირჟაზე, ეხლა კიდე ვიღაცა ბავშვები ყავდათ მიყვანილი, იმათაც ასმევდნენ. ეს ბავშვები კიდე შტერები რა, ვერ გავიგე რა უბედურებაა კაცო. ომარიკო მოხვედი? რა გჭირს კაცო? აუ მაგარი მეძინება დი. ცალცირკმელიანი ნუნუ შემხვდა, გამომიაროს ყავაზეო. ყავა კი არა ნუნუს ნერვები მაქვს ეხლა კაცო. რატო წადი გაერთუპი? თირკმელზე და ფეხების დაციებაზე ილაპარაკებთ გოგოები. დედა რასაცილოა. უი რა მოიფიქრეთ ისე კლასმა ბანკეტზე, ჰა? კლასმა არ ვიცი, მაგრამ მე მოიფიქრე რომ არ მივდივარ. ბანკეტის კაპის შემცმელი არა ვარ. რატო გოგო ლამაზად იქნები? ცხოვრებაში ერთხელ ხო უნდა იყო კაცო ლამაზად. რას ნიშნავდა ეხლა იქ? აუ ანასტასია სულ მახინჯურად აცვია ხოლმე. სხვა ბავშვები ძებს ლამაზად აცვიათ სულ და ამას კიდე დაგლეჯილი ჯინსები. კუმფეხი გამოყო. მოგიწევ შენი გაზგარეში სახში დაჭირა და ნახავრაც მოგივა. რაჭარი ბავშვი. აბა ჩემი ბანკეტი 98-ში დიდი დუჟოკი გქონდა ნაქირავები და რაც ჩვენ იქ დრო ვატარეთ. აფსოს. ანასტასიას ბანძური ბანკეტი ექნება. დახნეული ჯინსებით რომ მივა. ერთი შანსი დაგჭა თუ არ გინდა რომ საშინელება შეკინთხოს. არაფერიც არ მომივოთ ყვილად ბლატაობ. და სად გაქრა კაცო ეს ბავშვი აქ არ იყო? ომარიკო. ბავშვებთან გაიპარებოდა ეზოში არ ინერვიულო. მე რა ხნაცნება ამივარ და მგონი, ჰა? სტოსე როგცივინოს და დედა მაღალია. ალექს წამალი და ლიემიდი, გაინძარი. აფთიაშკა შტევს მანდა. ეხლა რო წამოვდგე. ადგილზე დავამთავრებ სიცოცხლეს. აუ ბებო, დედა მოგდება? რა მოკლათ შენო ქვადარკინას სავითარი ოღონდაც. ალექი დალეკეთ მიდი, კიდევ მოგვეშვენონ. ვა, მიხვედით ხა მაგდესკნამდე. მე დავრეკავ. მოგესალმებით. For English, press 1. Для русского языка нажмите 2. გამარჯობა დამგზავრებები უროცხონდე გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? გჭირდებით. არ ჩვენებში ხმავის მიეცი, აი დღეს ყველა მაგაზე ლაპარაკობდა სკოლაში. ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოს. რაში გაინტერესებს? არაფერი და თუ ნამითხრა რომ დედაჩემი ვისკენაც იყო იმან გაიმარჯვა. ეგ არ ვიცი, მაგრამ რეზოს რომ ისცა ფაქტია. გამარჯობა კეთნოდეიტა ეს რაღაც ლოხუმი გამომატანა დედამ და თუნასთან უყარშო და უი რეზოზე მართლა გაიმარჯვა? მადლობა მედიკო რეცი მეკითხები. დედაჩემს ვკითხე არჩევნებში ხმავის მიეცი მეთქი და ჩემი არ ვიცი, მაგრამ კეთნოდეიტამ რეზოძიას მისცავა. ხო და ვენახავთ მიულოცეთ. კარგი კაცია. მივულოცავ კი. მივულოცავ.